ბრაზილია ძლევამოსილი ამაზონის კარიბჭე. დედამიწის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფილტვის მასპინძელია და კლიმატის დაცვის შესახებ დიალოგის საერთაშორისო შეხვედრის ადგილი. ბელემში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დელეგატები იკრიბებიან გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა 30-ე კონფერენციაზე COP30. ყოველწლიურად მთავრობების, მეცნიერების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან კლიმატის კრიზისის ის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ. COP ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ფორუმად ჩვენი დროის გამოწვევებისთვის, პასუხისმგებლობის აღებისა და ერთობლივი გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის. ის ფაქტი, რომ COP30 ბრაზილიაში იმართება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამაზონი ცენტრალურ როლს ასრულებს გლობალურ კლიმატურ სისტემაში. ამავდროულად ეს რეგიონი უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა ტყეების გაჩეხვის, გარემოს დაბინძურებისა და სამრეწველო გამოყენების გამო. ადგილმდებარეობის არჩევანი აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდრო კავშირშია გლობალური კლიმატის პოლიტიკა რეგიონულ რეალობასთან. ამ საერთაშორისო დიალოგის ფონზე აქტიურად ესწრებოდა საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის ალატრას დელეგაციაც. მოძრაობის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალ ღონისძიებაში, გამართეს დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, დიპლომატებთან, მეცნიერებთან და ორგანიზაციებთან და დებატებში საკუთარი სამეცნიერო ანალიზი შეიტანეს. COP30-ის ფარგლებში ალატრას გლობალურმა კვლევითმა ცენტრმა წარმოადგინა მიკრო და ნანოპლასტმასების გარემოზე, კლიმატსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ უახლესი კვლევის შედეგები. პრეზენტაცია მხარდაჭერილი იყო ეგვიპტის განვითარებისა და ინოვაციების ოცნების ფონდის მიერ. შედეგები წარმოადგინეს ალატრას პრეზიდენტმა და გლობალური საფრთხის სტრატეგიების ექსპერტმა მარინა ოცინოვამ და ბიოინფორმატიკის ექსპერტმა ალექსანდრე მასლიმ. ყურადღება გამახვილდა ნანოპლასტმასის ელექტროსტატიკური მოხდების დაგროვების უნარზე. ამ პროცესს შეუძლია მოლეკულურ დონეზე ბიოლოგიური პროცესების დარღვევა და ჯანმრთელობის გრძელვადიანი შედეგების გამოწვევა. წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ ნანოპლასტმასები აღმოჩენილია არა მხოლოდ ნიადაგში, წყლებსა და ატმოსფეროში, არამედ აღწევს ცოცხალ ორგანიზმებშიც. უჯრედულ დონეზე. იქ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ანთებითი რეაქციები, ჟანგვითი სტრესი და მიტოქონდრიული დისფუნქცია. ამავდროულად ანალიზები მიუთითებს, რომ ნანოპლასტმას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს კლიმატთან დაკავშირებულ პროცესებზე. ასპექტი, რომელიც აქამდე ნაკლებად განიხილებოდა საერთაშორისო კლიმატის სტრატეგიებში. COP30-ზე ასევე წარმოდგენილი იყო ანგარიში ნანოპლასტიკა ბიოსფეროში, მოლეკულური ზემოქმედებით პლანეტურ კრიზისამდე. იგი წარმოადგენს ნანოპლასტმასით გამოწვეული გლობალური რისკების ყოვლისმომცველ მიმოხილვას და მოლეკულურ აღმოჩენას პლანეტურ ზემოქმედებასთან აკავშირებს. პრეზენტაციამ დიდი ინტერესი და კონფერენციის მონაწილეებს შორის ინტენსიური დისკუსიები გამოიწვია. ბევრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კვლევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო სამეცნიერო დებატებში და ახალ პერსპექტივებს ხსნის გარემოს დაცვითი და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. სამეცნიერო წვლილის გარდა ალატრას დელეგაციამ მრავალი შეხვედრა მართა მაღალი დონის საერთაშორისო წარმომადგენლებთან, მათ შორის შეხვედრები COP29-ის პრეზიდენტთან და აზერბაიჯანის გარემოს დაცვის მინისტრთან, სადაც განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სეისმური აქტივობის ზრდა, სტიქიური უბედურებები და კასპიის ზღვაში ცვლილებები. შემდგომი შეხვედრები გაიმართა COP30-ის გენერალურ დირექტორთან, გამბიის მთავრობის წარმომადგენლებთან, კატარის დელეგატებთან და ნიგერიის კატასტროფების მართვის სააგენტოსთან. ამ შეხვედრებმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული გარემოს დაცვითი საკითხები, კლიმატური უსაფრთხოება და საზოგადოებრივი სტაბილურობა. დელეგაციის მუშაობამ ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო მედიის მხრიდან. მარინა ოცინოვა მიწვეული იყო ინტერვიუებისთვის ბრაზილიურ ტელეარხებთან, როგორიცაა Ben News TV და Channel Rio. ამ ინტერვიუებში განხილული იყო გლობალური გარემოს დაცვითი ტენდენციები, პლასტმასის დაბინძურებით გამოწვეული ბიოსფეროზე მზარდი დატვირთვა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობა. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ცნობილ ბრაზილიელ ჟურნალისტ ფერნანდო გაბეირასთან, რომლის დროსაც განიხილეს ნანოპლასტმასის გრძელვადიანი შედეგები და გლობალური საზოგადოების პასუხისმგებლობა. COP30-ის ეგრეთ წოდებულ ლურჯ ზონაში ოფიციალური აქტივობების გარდა ალატრას დელეგაცია ასევე იმყოფებოდა მწვანე ზონაში. იქ მოძრაობის წარმომადგენლებმა ურთიერთობა გამართეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გარემოს დაცვით ფონდებთან და განსაკუთრებით ამაზონის მკვიდრ თემებთან. ამ შეხვედრებმა ხაზი გაუშვა იმას, რომ კლიმატის კრიზისის მდგრადი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მეცნიერულად დასაბუთებული და ასევე სოციალურად
სოციალურად და კულტურულად გზნობიარე. პროგრამის კიდევ ერთი პუნქტი იყო მონაწილეობა ოკეანის ხმა და Netflix-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. ყურადღება გამახვილდა ოკეანეების მდგომარეობასა და პლასტმასით დაბინძურებით გამოწვეულ მზარდ საფრთხეზე. სამეცნიერო მონაცემები და დაკვირვებები დაცვალეს ცნობილ საზღვაო მკვლევარებთან, მათ შორის შურმანის ოჯახის წევრებთან. COP29-ში მონაწილეობამ ნათლად აჩვენა მეცნიერებას, პოლიტიკას, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის მნიშვნელობა. ალატრას მიერ წარმოდგენილი ანალიტიკური ანგარიშები აღიარებულ იქნა როგორც ღირებული წვლილი გლობალურ დისკუსიაში. იმ დროს, როდესაც გარემოს დაცვითი კრიზისები, კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობის რისკები სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულია, ცხადი ხდება, რომ გლობალური გამოწვევების მოგვარება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამაზონის პირას მდებარე ბელემი რამდენიმე დღით გახდა ამ მსოფლიო პასუხისგებლობის შეხვედრის წერტილი. COP29 გრძელვადიანი პროცესის ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ გაუმკლავდება კაცობრიობა ჩვენი პლანეტის ეკოლოგიურ შეზღუდვებს და რა მემკვიდრეობას დაუტოვებს ის მომავალ თაობებს.